ასე გავატარე. გავედი გადასაღებ მოედანზე, იქ მიდის სროლები. სუნსაც კი უნდა გრძნობდე იმ კადრიდან. მომზადებულიყავი იმისთვის, რომ ცრემლი გაჩენილიყო. ორივე ძალიან განვიცდიდით, ის მე მაწყნარებდა, მე მას ვაწყნარებდი. ამან შეძლო, რომ დამდგარიყო ესე. მე ვთქვი, რა არის? ცრემლებიო. ჩემთვის ასურველია ორივე მდგომარეობის შერწყმა. ხოვე რომ ბალიშზე დაედო თავი და მე დავა. რაც შეეხება კინემატოგრაფს. მე პირადად მე ამით განებივრებული ნამდვილად არ ვარ. ძალიან მიყვარს კინო, მაგრამ სიმართლე ვთქვა, ცოტა შიშს მგურის. იმიტომ რომ ეხლა მოვყვები ერთ პატარა ეპიზოდს და თავად დარწმუნდებით, რომ კამერის წინ, კინოკამერის წინ გადასაღებ მოედანზე დგომას აუცილებლად ჭირდება სწავლა. და არა საკუთარი გამოცდილებით მისვლა იქამდე. ყოველ შემთხვევაში დღეს, როდესაც 21 საუკუნეა და ჩვენ მთლიანად შეპყრობილ ჩაფლულები ვართ ტექნიკურ შესაძლებლობებში, ეს აუცილებელი პირობაა, რომ მსახიობი სწავლობდეს კამერასთან ურთიერთობას. და რას ვგულისხმობ, გეტყვით. მე მყავს არაჩვეულებრივი მსახიობი და პარტნიორი დათო ბახტაძე, რომელთან ერთადაც მე მომიწია კინოფილმ შინდისზე მუშაობა. დიტო ცინცაძის ფილმში შინდისი. დათოს მქონდა ჰოლივუდის ის არაჩვეულებრივი გამოცდილება და მათთან მუშაობის არაჩვეულებრივი ტექნიკური შესაძლებლობები. მე კიდევ საერთოდ არ მქონია კამერასთან ურთიერთობის არანაირი გამოცდილება და აი დადგა ესეთი ეპიზოდი. როდესაც ჩემი გმირი ღობიდან აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და იქ მიდის სროლები. ეს ეპიზოდი უნდა გადაგვეღო. იმისთვის, რომ ჩემი მდგომარეობა ყოფილიყო ჩემთვის ძალიან ახლობელი, წინა დღით მე წავედი ტყეში, გავისროლე რამოდენიმე ტყვია ჩემი თოფიდან, ეს ნახმარი გილზები ჩავაწყე ცელოფნის პარკში, მოვიტანე სახლში და მეორე დღისთვის მოვემზადე და როდესაც გრიმი და ასე შემდეგ ყველაფერი დამთავრდა, კოსტიუმი, გრიმი და
გავედი გადასაღებ მოედანზე, თან მქონდა წაღებული აი ეს გასროლილი ტყვიები, რომ ეს დენთის სუნი, ეს მდგომარეობა რაღაცნაირად მაქსიმალურად შემეგრძნო, რა მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდნილიყო ეს გმირი და აბსოლუტურად ვერ ვხედავდი ჩემი ასე ვთქვათ ფილმის ოპერატორი მინდია ესაძე რომელი მხრიდან მიიღებდა და სად იდგა კამერა მაქსიმალურად შევეცადე რომ გამეთიშა კამერა ჩემგან და ყოფილიყავი იმ მდგომარეობაში და იმ პროცესში ჩართული რასაც ვაკეთებდი და გადავიღე მომდევნო ეპიზოდი იყო დათო ბახტაძის, სადაც მე არ ვიყავი და იმ გადასაღებ მოედანზე მეც ვიდექი. უცებ დათო ეკითხება ჩვენს ოპერატორს, რომელი ობიექტივით მიღებ? მან პასუხი გაცა 50-იანი თუ ასე შემდეგ. ამან შეძლო რომ დამდგარიყო ესე და ეს არ ჩანდა ყველაფერი დანარჩენი და აი აქ იყო კადრში ეს ნიშნავს რომ მან ზუსტად და ზედმიწევნით იცის რომელი ობიექტივი სადამდე ხვდება კადრში და იცის რა შეიძლება რა მდგომარეობა, რა ფიზიკური მდგომარეობა შეიძლება კონდეს ის რომელიც კადრში არ მოხვდება და სად არის მისი ორგანული მდგომარეობა. ეხლა ეს კაცმა არ იცის, უბრალოდ მე ნამდვილად არ ვიცი. აქ კი არ ვადრი რომელი რას ჯობია. მაგრამ ჩემთვის სასურველია ორივე მდგომარეობის შერწყმა. ამიტომ ახლა მე წარმოდგენა რომ არ მაქვს. რომელი კამერა როგორი ხედით მიღებს, მე ვცდილობ თავი ვაკონტროლო ისე რომ ნამეტანი არ დავიშალო აქ. და კიდევ ერთი რამ, კიდევ მნიშვნელოვანი კინოს აქვს ის არაჩვეულებრივი თვისება და ეს საკმაოდ რთულია, რომ ამოგლეჯილი, ასე ვთქვათ, ეპიზოდები შეიძლება სულ სხვა მინდის გამო და 1000 ტექნიკური რაღაც პრობლემების გამო ამოგლეჯილად გადაიღონ მაგალითად ჯერ გარდაცვალება, მერე დაბადება და კეიფი. პირიქით. და თეატრში ასე ვერ ხდება. იქ იწყება ცხოვრება, შემდეგ ვითარდება და შემდეგ სრულდება. ამ გმირის მოვლენათა რიგიც ზუსტად ესე მიემართება და კინოში პირიქით პრინციპია, ხშირ შემთხვევაში ასეა. დღეს მზე არა გვაქვს და ამიტომ მოდი ეს ეპიზოდი გადავიღოთ, ხვალ შეგვიძლია ეს და ამ მონაცვლეობით იქ გაცილებით რთულია იმ საერთო მდგომარეობის შენარჩუნება პერსონაჟისთვის ეს კინოში ვიდრე თეატრში. გაცილებით რთულია იმ კონკრეტულ ეპიზოდში არ უნდა გამოგრჩეს არც ერთი ის ნიუანსი რომელიც მახასიათებელია იმ გმირისთვის და ეხლა მხიარულ ნოთზე რომ დავამთავრო კინოსთან ჩემი ურთიერთობა იყო კინოფილმი გარიგება რა ვქნაგაც გავაგრძელო იყო კინოფილმი გარიგება, რომელმაც მე ძალიან ბევრი რამ მომიტანა, მომცა, როგორც შემოქმედებითად, ისე ურთიერთობებით და ასე შემდეგ და მხიარულ ნოთზე დასამთავრებლად ერთ ესეთ ეპიზოდს მოვყვები, რომ თავიდან ვერ წარმომედგინა კინოში, როგორ შეიძლებოდა მთავარი როლი მეთამაშა და ამიტომ
ჩემ მეგობართან ზაზა კოლელიშვილთან, ვინც იღებდა ფილმს, მქონდა რაღაცა ეს არ მინდა შენიჭირიმე და წამოდიო კაცო კახეთშიო თუო კინო არ გამოგვივა დალევას მაინც ხო გასწავლიო რა იმას შეეძლო და მე არა ხო და გამოვიდა რომ ზაზამ მე ორივე მასწავლა და ორივესთვის ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლიერი ვარ მისი ანუ ეხლა უყვები იმ კონკრეტულ ეპიზოდს იმ დღეს მე გადაღება არ მქონდა და ზაზამ თელავში მომიჩინა თავისი რამოდენიმე უფროსი მეგობარი ესა მთავარ როლში მყავო და პატივი ეცითო და ამიტომ ის 3 თუ 4 მეგობარი მივლიდა სადაც მიდიოდნენ თან მივყავდით მეც და რომ გაიგეს რომ მე გადაღება არ მქონდა მომკიდეს ხელი დილიდან წამიყვანეს შუამთაში არაჩვეულებრივ ადგილას არაჩვეულებრივ ბუნებაში და გადამღები ჯგუფი სად არის? ნუ ხარი აი სოფელში არიან იქ იღებენ რაღაც განსაკუთრებულებას ჩვენ ძალიან მაგრად ვიქეიფეთ არაჩვეულებრივი სიმღერა არაჩვეულებრივი საზოგადოება და უცებ გაუჩნდათ სურვილი რომ ხო არ ჩავაკითხოთო გადამღებ ჯგუფს ერთი ნახოთ ისინი როგორ წვალობენ ავიდეთ მერქი და რომ წავედით ჩვენი მანქანა მიდიოდა პირდაპირ ალაზნის პირას გადიოდა გზა და დავინახეთ რომ გადამღები ჯგუფი ავტობუსით ბრუნდება უკან და ჩვენ როგორც კარგად ნაკეიფრები გადაუდექით ჩამოვიდნენ ზაზამ შემომხედა და უიო ეს ისეთ მდგომარეობაშიაო ეხლა თუ არ გადავიღეო მერე ძალით ვეღარ გადავიღებო და გავიხედე მარცხნივ და დავინახე ალაზანში მდგომი მაგი და სკამებით იქვე გაიშალა პურმარილი აი მდინარეში კეიფის კადრი ამ ნასვამზეა გადაღებული ამ გაყინულ ალაზანში ჩამაგდეს იმიტომ რომ ეს კონდიცია მქონდა უკვე ძალით ხომ ვერ დავთვრებოდი კადრისთვის და მე უკვე ვიყავი ამ კადრისთვის მომზადებული მოკლედ ჩვენ არ ვიყავით ტექნიკურად უზრუნველყოფილი იმ წუთას ამიტომ ჩვენი გადამღები ოპერატორი მხრებზე ეჯდა ზაზა კოლელიშვილს და ისე გვირტყავდა წრეებს მდინარეში და ჩვენი ოპერატორი ზევიდან გვიღებდა კადრს. მოკლედ კი 3 დღე შემდეგ ვეღარ ამაწყეს, იმიტომ რომ გავცივდი 1000 უბედურება, მაგრამ ის იმად ღირდა. და მე რომ ის გამოცდილება მქონოდა სულ სხვანაირად დავალაგებდით მაგ გადასაღებ მდგომარეობას. ეს იყო სპონტანურად შექმნილი პატარა ეპიზოდი, რომელმაც მადლობა ღმერთს გაამართლა და სასურველ ეპიზოდად შევიდა ფილმში. მაგრამ ეს იმიტომ მოვყევი სასურველი და აუცილებელია კამერასთან ნებისმიერი მსახიობის ურთიერთობა იყოს ნასწავლი. ეს უნდა იცოდეს ნებისმიერმა მსახიობმა, ვისაც უწევს კამერასთან ურთიერთობა, კამერასთან მუშაობა. მე დღემდე არ ვიცი ეს და წითელი ნატურა რო ინთება ხელი საწავიღო და მებნევა ყველაფერი. და როგორ უნდა მიხვიდე იქამდე რომ კამერა გათიშო შენი მდგომარეობიდან. ეს ძალიან რთულია და მე მგონია რომ სასწავლო პროცესში ესეც შეტანილი უნდა იყოს რომ ნებისმიერი მსახიობი აი ამას თავისი გამოცდილებით არ ფლობდეს. ამიტომ ყველას შემიძლია ვთხოვო რომ ისწავლონ კამერასთან ურთიერთობა.
კიდევ ერთ პატაწუნა ეპიზოდს მოვყვები და მიმიხვდებით რას ვგულისხმობ. დღევანდელ დღეს როცა ესეთი აჩქარებულია ყველა კადრი, ყველა მდგომარეობა, ყველა ეპიზოდი ჩვენი ცხოვრების, კინო არის სწორედ მისი ამსახველი, ასე ვთქვათ, საშუალება. მე მქონდა ერთი კადრი გადასაღებული, სადაც უნდა მეტირა. პირდაპირ კადრში. დავთხოვე რეჟისორს, როდესაც კამერები დაალაგეს, გამზომეს, მანძილი გაზომეს და ასე შემდეგ, რომ მოეცა ჩემთვის რამოდენიმე წუთი. რომ მე მომზადებულიყავი იმისთვის, რომ ცრემლი გაჩენილიყო და ჩამომსულოდა ცრემლი. თან უნდა მეყურებინა პირდაპირ კამერაში. ეს 2 წუთი ვითხოვე და შეიძლება 10 დამჭირდა, შეიძლება მეტი. ყოველ შემთხვევაში ეს განცდა იყო, ეს პროცესი განცდის, რომ ეს მდგომარეობა მართლა ამოსულიყო და მართლა ცრემლი გაჩენილიყო, იყო გაუსაძლისი და ძალიან გემრიელი და საინტერესო. ამ დროს ჩემი პარტნიორი შემოვიდა. ეს რო გადავიღეთ და მეუბნება, რომ სადღაც ცრემლები დავდეო და ვერ გავიგე მეთქი. ჩემი ცრემლები დავდე სადღაცო, ის უკვე გადაღებული იყო. და იპოვა ესეთი პატარა ფლაკონი. მე ვთქვი, რა არის? ცრემლებიო. მე არ ვიცოდი ამის შესახებ ეს რა იყო. ესე წაისვა ოდნავ და ყვარვარება ცრემლი თითირა. კარგი გულიანად. ამ ტექნიკურ შესაძლებლობებს შეიძლება კონდეს არსებობის უფლება. ეფექტის სახით და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მაინც ჩემი აზრით არის ტექნიკური საშუალებების დახმარებით მიღწეული კადრი. და კადრში ცხოვრება, ისევე როგორც სცენაზე, ჩემი აზრით ბუნებრივობის ხარისხს ნებისმიერ შემთხვევაში აკლებს და ის გამოსახულება, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არ სუნთქავს, ხშირ შემთხვევაში სუნსაც კი უნდა გრძნობდე იმ კადრიდან. და ამის მიღწევა მხოლოდ ორგანულობით და ორგანული მდგომარეობით შეიძლება და არც ერთ შემთხვევაში დამხმარე რაღაცა საშუალებებით. მე ბოდიშს ვიხდი და არაფრით არ ვაკნინებ ამ შესაძლებლობებს, თუ ეს საჭიროა, რატომაც არა. სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის, გადასაღებ მოედანზე გაჩნდა ეს იდეა, რომ ეს სცენა ასეთი ფორმით გადაღებულიყო და პარტნიორი იყო ყველასთვის ძალიან საყვარელი ადამიანი, ქალბატონი ხათუნა იოსელიანი. და იყო რაღაცა ესეთი პიკანტური სცენა, რომელიც რეჟისორს ძალიან უნდოდა, რომ ფილმში შესულიყო. სიმართლე გითხრათ, მე ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ გამიჭირდა ერთი თვალსაზრისით, რომ დამენახა მაყურებლის თვალით ის მდგომარეობა,
რეჟისორს როგორი ჭირდებოდა ყოფილიყო უხეში, ძალადობრივი და ასე შემდეგ, თუ ესთეტიურად ან და მე მივაგენი ერთ ძალიან კონკრეტულ სვლას, რომელიც შევთავაზე კიდეც რეჟისორს. და ჩემი აზრით სულ არ არის აუცილებელი ესეთი პლაკატური ხედვით, პლაკატურში ვგულისხმობ ზედმიწევნით ზუსტად ასახო მდგომარეობა. კინოს ეს გაცილებით შეუძლია, გაცილებით მეტად შეუძლია, იმიტომ რომ არსებობს ახლო ხედი, მსხვილი ხედი, როგორც ეძახიან და შეიძლება ეს ძალადობა ასახო რადიკალურად სხვა ხერხით და არა ესეთი პლაკატური, რომ პირდაპირ დაანახო მაყურებელს რა ხდება და როგორ. ხო და მე სწორედ აი ასეთი გამოსავალი ვიპოვე და ასეთი გამოსავალი შევთავაზე რეჟისორს. და სხვა შორის ხათუნამ ამ ნამუშევრით მიიღო ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ევერტელა ჯილდო. მე არ ვამბობ რომ ეს, მაგრამ მონაწილეობა მეც მივიღე ამაში. ჩვენ ძალიან შინაურები და ახლობლები ვართ და ორივე ძალიან განვიცდიდით, ის მე მაწყნარებდა, მე მას ვაწყნარებდი და აი მივაგენით გამოსავალს. გამოსავალი რაში მდგომარეობდა? ასე პლაკატურად ეს ყველაფერი რომ არ გვეჩვენებინა, მე ვთხოვე ოპერატორს რომ გამოყოლოდა ის ჩემს ხელს, ხათუნას ვთხოვე რომ ბალისტზე დაედო თავი და მე დავადე ჩემი ხელი ხათუნას სახეზე. და ხელის მოქმედებით ჩანდა მისი მდგომარეობა. ხელიდან და არა იმ აფიშირებული პლაკატიდან, რაც დაუშვათ შეიძლებოდა მაშინ ყოფილიყო